ამ მომენტში ვიმყოფები გამსახურდიას 38 ნომერში და ჩემს უკან იმყოფება საცხობი, რომელშიც აკეთებენ ჩემი აზრით საკმაოდ კარგ სენდვიჩებს. და რაც მთავარია, იაფია. ოკეი, დავეშვით. მოკლედ, დღეს ჩვენ ვაგემოვნებთ ორ სენდვიჩს. ერთი არის კლასიკური, რომელსაც ლამის ყველგან იპოვით და მეორე არის ქათმის სენდვიჩი. კლასიკურ სენდვიჩში არის ზეხვი, კეჩუპი, მაიონეზი, ყველი, სალთის ფოთლები და წითელი კომბოსტო. მეორე კი არის ქათმის სენდვიჩი, რომელშიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არის ქათამი, კიტრი, პომიდორი და რაც მთავარია სპეციალური соуსი, რომელიც წესვიდა და რიგით ქათმის გემოს ბევრად უფრო გაუმჯობესებს. თუმცა მაგასაც ვნახოთ. Let's go. აიცით რა განსხვავება არის აი ამ სენდვიჩსა და სხვა სენდვიჩებს შორის? პირველი წითელი კომბოსტო. მე პირადად რატომღაც მეგონა რომ კომბოსტო პირიქით გააფუჭებდა გემოს, თუმცა პირიქით კომბოსტოს დახმარებით გემო ბევრად უფრო იხსნება, რაც უნდა უცნაური იყოს. მეორე როგორც მე მივხვდი, უშუალოდ სენდვიჩების პურს აი იქ აცხობენ, რის გამოც გემო ბევრად უფრო უკეთესი არის ვიდრე კონკურენტებთან. აი ახლა კი ქათმის სენდვიჩის დროა. აი ქათმის სენდვიჩის შემთხვევაში პირადად მე ყველაზე მეტად მომეწონა соуსი. რატომღაც უცხო არის და ამავდროულად ძალიან ნაცნობი. ეგ соуსი ეხმარება სენდვიჩს, რომ ქათმის გემო უფრო გაიხსნას. პირადად მე კიდე ის მომეწონა, რომ საკმაოდ ბევრი ბოსტნეული არის და მაგის გამო ჩათვალეთ ყოველ ახალ ჩაკვეჭასთან ერთად ახალ გემოებს გრძნობთ. მოკლედ, ქათმის სენდვიჩიც მაგარია. და აი ახლა ყველაზე საინტერესო ფასები. ქათმის სენდვიჩის ფასი არის 5 ლარი და კლასიკური სენდვიჩის 4 და 50. თავის ფასიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი სენდვიჩები არის და რაც მთავარია მსუყეა. საბოლოოდ ხო უნდა მექნებოდა რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწვიოთ არხი, რომ უფრო მეტი გემრიელი ვიდეოები იხილოთ. ნახვამდის.